მე ვარ ლუი პატარაია 8 წლის. სწავლობ პირველ სერიის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, ფეხბურთის თამაში და მუსიკა. აქედან ყველაზე მეტად მე მიყვარს მუსიკა. უკვე 2 წელია ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში. პირი იმიტომ არჩიე, რომ მე რო დავიბადე 2 თვის, 3 თვის, 4 თვის რო ვიყავი, დავინახე ერთი როიალი იყო რა სახლში. 2 საუკუნის როიალი და მომენტა დაკვირა. უკვე ვისწავლებ ბეთჰოვენის კომპოზიციები. ჩემი საყვარელი კომპოზიტორი არის მოცარტი. საყვარელი ნოტი არია, იმიტომ რომ ყველაზე ზვერადიანია. უკვე 3 ჯერ გქონდა კონცერტი. კვირაში მექნება მე-4 მივდივართ ესპანეთში. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა პირველი კონცერტი ანტალიაში, იმიტომ რომ ძალიან კარგად დავუკარგე. ყველას ძალიან მოაწონა და ტაში დამეკრეს. მინდა ჩემი მეხუთე კონცერტი იყოს პარიზში. პიანინოს დაკვრას ვაპირებ კიდევ 20 წელი. ასევე ძალიან მოყვარს ცეკვა. უკვე 3 წელი ცეკვავ ანსამბლ თათმინდაში. ჩვენი პირველი ვარდიში იყო აწევები კედელზე. 40 წუთი ასე შევაკეთ კედელზე. შემდეგ რეპეტიციაზე კიდევ ახალი რამე ვივამატეთ. ცეკვაში ჯერ კონცერტი არ მქონია, მაგრამ ზაფხულში 3 კონცერტი მექნება. ჯერ კონცერტი გვექნება საქართველოში და მერე იტალიაში. მაქვს საცეკვაო ფორმა ქვია კაორი. ასე ჯოხებით დაიკავებ, ასე იწყებე. ასე ძალიან ჩქარა არის. მუსიკაში ყველაზე ჩქარი ცეკვარი, მაგრამ მერე გიორგი ფარსენაძე ყველაზე თულ სოლოში უნდა ჩამაყენოს. ჩემი საყვარელი ელითია ეს. ასე დგებით და იწყება ცეკვა. აქ ჩავდები ასე, ასე, 1 2 3 1 2 3 1 2 1 2 მე 1 2 3 4 5 6 ეს ყველაფერი არის ერთი ილეთი. ჩემ ქართულში აცელებდა ცეკვა. ასე ძალიან მოყვარს ფეხბურთი. ფეხბურთზე დავდიოდი 3 წელი და გამოვედი. ახლა ვაპირებ თავიდან შესვლას ვიზარდებში. თამაშობ შუა თავდამსხმელის პოზიციაზე. შეტევაში ვთამაშობდა და მაქვს ბევრი გოლი. უკვე მაქვს გატანილი 314 გოლი. 2 წელი ძალიან ლამაზი გოლი მაქვს. ერთი ასე უცებ მასალებელი მეუბნებოდა პასი მომეცი, მეორე მხრიდან წინ ვიყავ მე და ვერ მივეცი და უცებ რომ მოვუndi, უცებ ამე დაბურთი და მეკარას გადავიდა და გოლი შევიდა ძალიან ლამაზი. და მაგ დროს გავიტანე 9 გოლი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი. მეორე ეზოში გავიტანე 1 მაკრატელა გოლი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ლიონელ მესი. საყვარელი გუნდია ინტერ მაიამი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებელი და ძალიან კარგი კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის თატო შერვაშიძე. ყველაზე ჭკვიანი არის ლუკა ციტაშვილი. ყველაზე მშვიდი არის ემი მუხაშაურია. ყველაზე ცელქი არის ვაჩე ცინცაძე. მე ვარ ყველაზე მიჭრელი და სიმპათიური. სიმპათიური ვარ და ყავს კარგი შეყვარებული. წელს მოვიყავი, როდესაც ვიქნები 24 წლის. შვილებს დავარქმევ დათას და ალექსანდრეს. გოგოს ჩემმა ცოლმა დაარქვეს. ჩემს საყვარელი მასწავლებელი არის კენთინა ლუმაძე. იმიტომ რომ ქართულის მასწავლებელია და ჩემი დამრიგებელია. კიდევ იმიტომ არყურის და ბავშვები უყვარს. ჩემი და არის 7 წლის და ქვია ლილი არის ცელქი საყვარელი და ლამაზი. ნიკო არის ვაჟკაცი, ძლიერი და ჩემსავით სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი როგორც ჩემი და საყვარელი. კითებს ძალიან გემრიელ საჭმელებს. ჩემს საყვარელი საჭმელი არის წვადი. ძალიან მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის მე და ჩემი დრაკონები. ასევე მიყვარს ანიმეების ყურება. ჩემი საყვარელი ანიმე არის ბრლოკი. ძალიან მინდა რომ ბრლოკის თავარი მირი ვიყო. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს მთელ საქართველოს გავალამაზებ. წინა მონაწილეობამ დამიტოვა ასეთი შეკითხვა, რომელია ჩემი საყვარელი თამაში. ჩემი საყვარელი თამაში არის როლექსი. ჩვენი თამაში და მიყვარს ჰორორი. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას, რომელიც სუპერზალა უნდა რომ მქონდეს. მაგალითად მე მინდა რომ მქონდეს ტელეპორტაციის სუპერზალა. ბედნიერება არის მეგობრებთან თამაში და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.